ბრეხტის ცნობილი სიტყვები ომი დამთავრდა გეშინოდეს მშვიდობის ხალხო ზუსტად შეესაბამება საქართველოს ისტორიის ორ ეპოქას. ერთი მე-17 საუკუნის დასაწყისი, შუახანები მთლიანად, თითქმის 113 წელი გრძელდებოდა ეს ეპოქა და მეორე მე-19 საუკუნის 40-50-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიას. რა ხდება, რა საერთო აქვს? მე-17 საუკუნის დასაწყისში როსტომ ხანმა, რომელიც რეალურად იყო ირანის მიერ წარმოგზავნილი მართალია ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი მმართველი ვალი ქართლის, რომელმაც დაასრულა ის დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული ომები და ქართველთა წინააღმდეგობა და დაუმორჩილა საბოლოოდ ქართლი და შემდგომ უკვე კახეთიც დაპყრობის შემდეგ ორივეს თვითონ განაგებდა ირანის შაჰს. მან თითქმის უცვლელი დატოვა მმართველობის ადმინისტრაციული სისტემა მცირედი ცვლილებების თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ყველაზე კატასტროფული რაც იყო ის იყო რომ წინააღმდეგობა დასრულდა ქართველთა თავისუფლებისთვის, იმისთვის რომ იყო მშვიდობა განვითარება, მაგრამ რას აკეთებს როსტომი? ერთი მხრივ ცოლს მის მარიამ დედოფალს ხელს არ უშლის ქრისტიანული ტაძრების თუ ხელნაწერების გადარჩენაში და მეორე მხრივ ის მთლიანად სპარსულ ყაიდაზე აწყობს სამეფოს ცხოვრებას. მათ შორის არქიტექტურა, როგორც ახალი ქართლის ცხოვრება წერს, მან აღაშენა სპარსულ ყაიდაზე სასახლეები, სპარსულ ყაიდაზე იცვავდა, ცხოვრობდა ნადიმობისგან დაწყებული ელემენტარული ჩვევებით დამთავრებული, რომელსაც ბაძავენ ქართველი დიდგვაროვნები და მაჰმადის რჯულზე ნებით გადადიანო ქართველები და ბევრი უკეთურება, რომელიც მან დაამკვიდრა ქართლის სამეფოში. პოლიტიკურად საქართველო მე-17 საუკუნეში დამარცხდა ირანთან და რუსეთთანაც. გრაფი მიხეილ ვორონცოვი, რომელიც 1854-54 წლებში არის მეფის ნაცვალი, მან მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ციციანოვმა და ერმოლოვმა ომით, იმიტომ რომ ქართველები წინააღმდეგობას უწევდნენ, იბრძოდნენ როგორც მტრის წინააღმდეგ, ხოლო ვორონცოვმა დაიწყო გარუსების პოლიტიკა, რუსული სკოლები, რუსული გამგებლობა, რუსულ ყაიდაზე მოწყობა სისტემის. ანუ, როდესაც ერის წინააღმდეგობა სრულდება თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ის მექანიკურად ხდება მტრის ხელში იარაღი, უფუნქციო ხდება და იმუნიტეტს კარგავს. როდესაც მისი იდენტობა არ არის მკვეთრად განსაზღვრული. ორივე შემთხვევაში მტრის ხატის ფუნქცია დაეკარგა რუსეთსაც და ირანსაც. ამიტომ აქვს ორ ამ ისტორიულ პერსონაჟს საერთო საქართველოს ისტორიაში.